გამომშვიდობის. იუნესკოს შემდეგ საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაცია შეხვედრებს იკომოში მართავს. იკომოსი ანუ ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭო უშუალოდ აწვდის რჩევებს იუნესკოს. კულტურის მინისტრი და მისი მოადგილე იკომოსის კულტურული მემკვიდრეობის პროგრამების დირექტორს რეჯინა დურიგელოს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი კულტურულ ძეგლებს, კერძოდ კი ბაგრატისა და გელათის საკითხს შეეხო, ასევე განახლებულ მცხეთას. იკომოსი იუნესკოსგან განსხვავებით გაცილებით სკეპტიკურად უყურებს ბაგრატის დატოვებას იუნესკოს ნუსხაში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სხვადასხვა ვერსია, თუ რა სტატუსით შეიძლება დარჩეს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ბაგრატისა და გელათის ტაძრები და მცხეთის ძეგლები. კულტურის ახალი მინისტრი საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი მჭიდრო კონსულტაციებს აპირებს ქართველ ექსპერტებთანაც. საკითხები ქართულმა მხარემ იუნესკოს კომიტეტის ზაფხულის შეხვედრისთვის უნდა მოამზადოს. ბაგრატზე იყო საუბარი, მე ჩემი წარმოუდგენა მაქვს ბაგრატზე, რომ ისე არ უნდა გაკეთებულიყო, რა თქმა უნდა, როგორც გაკეთდა ეს ერთი, მაგრამ არის როგორც ამას წინა ვთქვი, რომ ვერ გამოასწორებს ზოგ რამეს. მერე დროში ეს რო გადავა, რა თქმა უნდა, ხალხი შეეჩვევა და ყველაფერი იქნება ნორმალურად აიღებს, მიიღებს მომავალი თაობა ბაგრატს. მაგრამ უკვე ეს ის ბაგრატი არ არის. ეს უკვე არის აბსოლუტურად სხვა ბაგრატი და ეხლა მცხეთასთან, სადაც გვეჩვენება, რომ უფრო მოგვარებადია ეგ მომენტი, ამაზეც ვისაუბრეთ და საომავლოდ მოგვიწევს ერთი რამ, აუცილებლად ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჯერ ერთმანეთს უნდა შეუჯეროთ, ერთმანეთს შეუთანხმოთ, გამჭვირვალე გავხადოთ ეს პროცესი საზოგადოებისთვის, რომლის თითოეული წევრისთვისაც არის ეს ბაგრატი, იქნება მცხეთა, იქნება თუ სხვა ძეგლები, უფრო და მერე შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ექსპერტებთან ერთად გადაწყვეტილება ჩვენი მივიღოთ. არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ბაგრატი ვერ დარჩება ეს სახით, რა სახითაც გაკეთდა. არა იმიტომ მხოლოდ რომ ბაგრატის რენოვაცია გაკეთდა და რეაბილიტაცია მთლიანად და ვთქვათ ნანგრევის ნაცვლად დღეს მთლიანი ტაძარი გვაქვს, არამედ როგორ გაკეთდა ეს პროცესი და როგორ წარიმართა. აი ამას არ ეთანხმება და რა შედეგი მივიღეთ, ამას არ ეთანხმება არც იუნესკო და არც იკომოსი. ეს რომ წარმართულიყო სხვაგვარად, გეგმაზომიერად, ამას რომ დასთმობოდა მნიშვნელოვანი დრო შეკრებილი იყვნენ ვთქვათ მნიშვნელოვანი მეცნიერები, არქიტექტორები, არქეოლოგები და იგივე იუნესკოსთან კონსულტაციების საფუძველზე განეხილათ ვთქვათ სამომავლო პროექტი და შეემუშავებინათ რაღაც საინტერესო, შეიძლება დღევანდელი ბაგრატი მისაღები ყოფილიყო ვთქვათ ამ ფორმით მიღებული ბაგრატის ტაძარი მოქმედიც ყოფილიყო და მისაღები ყოფილიყო კლავაც იუნესკოსთვის როგორც ვთქვათ ძველისა და ახლის შერწყმის საინტერესო ნიმუში და რომელიც არ დაკარგავდა თვითმყოფადობას.